იმ ბიჭებს მიმართავ, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ მისწერონ ულამაზეს გოგოებს და თან ისეთებს, რომ რაღაცა ჩინეთის პროვინციის ხელა გამომწერები რო ყავთ. და თან მე ეწყინოთ, რომ მან პასუხი არ გასცა. და მე იძახიან ხოლმე, რა ქალებს თავში აქვს თავარდნილი, ასე შემდეგ. დადიან გახდილები. ხომ არა, ასეთი ადამიანები ხო თვითონაც ესეთ გოგოებზე არიან ორიენტირებული, რომელიც არ უშინდება დავშვათ სოციალში ბულინგს, არ უშინდება იმას, რომ თამამი ფოტოები დადოს და ასე შემდეგ. ამას ხო გამბედაობა სჭირდება. ასევე სჭირდება ენერგია. ამდენი გამომწერი რო ყავდეს და ასეთი პოპულარული რო იყო, შენ ამაში დახარჯე უეჭველი დრო, რესურსი, იზრუნე საკუთარ გარეგნობაზე და ასე შემდეგ. მოგეთ ამ ყველაფერში დახარჯული არის დრო და ენერგია. და შემდეგ ასეთ ბიჭებს წყინთ, რომ მე რატო არ მიპასუხა. შენ ხარ გიორგი, რომელსაც უწერია გაუქმდა და პროფილის ფოტო არ გიყენია. ხო, ძალიან ისე არავის არ მინდა რომ ეწყინოს. ხო და ეს დაბნეულობა რო არ შემოვიდეს და აგრესია ქალების მიმართ. ნახეთ, საქართველოში არსებობდა ტრადიცია მზისთვის. ეხლა რო საუბრობ ქალებს რაღაცა ფულიანი კაცები მოსწონდა და ასე შემდეგ, საქართველოში იყო, რომ ქალს სჭირდებოდა მზითვი გასათხოვებლად, ყოველთვის არა, მაგრამ მზითვით ფასდებოდა ქალი, რამდენად ძლიერ ოჯახში შევიდოდა. ასე რომ, გწყინთ ეს ყველაფერი, გწყინთ, არ არის საჭირო. თქვენც მისწერეთ იგივე ტიპის გოგოებს, მაგალითად, გაუქმდა, ან რაღაცა მარიამი აწერია და პროფილის ფოტო არ უყენია. იგივე ტიპის გოგოს შეგიძლია მისწერო. დიდი შანსია, რომ მანაც არ გიპასუხოთ, იმიტომ რომ მას ეშინია უბრალოდ, რომ ვიღაცა მანიაკი არ აღმოჩნდა, ხო? რაც ასევე ლოგიკურია. მაგრამ ქალებზე გაბრაზება რო რაღაცა თავში აქვს თავარდნილი, არა, უბრალოდ საკუთარი თავის ფასი იციან, ალბათ შეიძლება.